გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 11 საათზე ახალ ამბებს გიორგი აბაზაძე გაგაცნოთ. ადვოკატთა ასოციაციაში თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური იმართება. ქვეყნის მასშტაბით ამოღებული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და ფაქტზე დაკავებული მოქალაქეები. რატომ ამოიღო ევროკომისიამ გაფართოების შესახებ შეფასების დოკუმენტიდან უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე. კითხვით ქრონიკამ ევროკავშირის საელჩოს მიმართა. ევროკომისიის დასკვნებში, სადაც გაფართოებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ანგარიში გამოქვეყნდა, საუბარია საქართველოს შესახებაც. სხვა ქვეყნების შემთხვევაში მიმოხილულია 6-ვე თავი, უკრაინას კი მხოლოდ 4 თავი ეძღვნება და საერთოდ გამოტოვებულია ის თავები, რომელიც კორუფციასა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ეხება. ანალოგიურია მოლდოვასთან მიმართებითაც. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით უკრაინაშიც და მოლდოვაშიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სავალალო მდგომარეობაა და სწორედ ამ თემებს აარიდა თავი ევროკავშირის საბჭომ გაფართოების შესახებ ანგარიშში. თავმჯდომარის ასარჩევად ადვოკატთა ასოციაციაში დღეს არჩევნების მეორე ტური იმართება. ხმის მიცემა თითქმის 1 საათის წინ დაიწყო და საღამოს 7 საათზე დასრულდება. არჩევანი ირაკლი ყანდაშვილსა და ირაკლი ჩომახაშვილს შორის უნდა გაკეთდეს. ნინი მაისურაძე აშუქებს არჩევნებს ადვოკატთა ასოციაციაში. ადვოკატთა ასოციაციის წევრები დღეს 4 წლის ვადით ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ ამ პოსტის დასაკავებლად კი მეორე ტურში ორი კანდიდატი ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი იბრძვიან. ხმის მიცემის პროცესი კი დილით ზუსტად 10 საათზე დაიწყო. ადვოკატთა ასოციაციის წევრები კი დილიდან აქტიურად მოდიან იმისათვის, რომ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და ხმა მისცენ სასურველ კანდიდატს. იმისათვის, რომ არჩევნებამ მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიაროს საარჩევნო პროცესს, 20-მდე დამკვირვებელი აკვირდება პროცესის დაკვირვება ასევე მიმდინარეობს. სამეთვალყურეო კამერებითაც ხმის მიცემის პროცესი კი ზუსტად 7 საათზე შეწყდება, რის შემდეგაც უკვე ცნობილი იქნება ელექტრონული დამცველი აპარატების მეშვეობით. პირველადი შედეგების შემდეგ კი პროცედურულად უკვე ბიულეტენების გადათვლა მოხდება. ხელით რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე ორ კანდიდატს ჩვენ ვესაუბრეთ მათ, ირაკლი ყანდაშვილს და ირაკლი ჩომახაშვილს. ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში პრიორიტეტულ საკითხი და მთავარი ძირითადი ერთ-ერთი, რაზეც ყურადღებას გამახვილებენ, იქნება ადვოკატთა უფლებების კიდევ უფრო მეტად დაცვა, ასევე ისინი ხელს შეუწყობენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, საგანმანათლებლო პროგრამებს და ყველა ის ნაბიჯი, რომლებსაც გამარჯვების შემთხვევაში კანდიდატები გადადგამენ, მიმართული იქნება ამ ინსტიტუციის კიდევ უფრო მეტად გასაძლიერებლად. ბოლოდინი დღევანდელი არის ცალსახად პოზიტიური ველოდებით კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას და ხვალიდან ამ პროფესიის განვითარების ფერხულში ერთად ჩაბმას. პირველმა ტურმა დაამტკიცა ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი, რომ თითეული ადვოკატი ფიქრობს ხვალინდელ დღეს. მათ შორის ის აქტივობა, რაც პირველ ტურში დაფიქსირდა, რომელიც განსაკუთრებით დიდი იყო ვიდრე წინა არჩევნებში და მე კიდევ უფრო მეცეულობდი დღეს. მოლოდინები არის საკმაოდ მაღალი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე არის გარანტირებული. პირიქით, ყველა ადვოკატი უნდა მოვიდეს და საკუთარი პოზიცია დაადასტუროს. ამ ეტაპისათვის არჩევნო პროცედურა მიმდინარეობს 7 წლარ ვითარებაში, მსგავსად პირველი ტურისა. საბოლოო ჯამში საარჩევნოებანი დაიკეტება 19 საათზე, რის შემდგომაც საზოგადოებას ჩვენს კოლეგებს ვამცნობთ ელექტრონული დათვლის შედეგებს. აღნიშნული შემდგომ გადავალთ რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებზე, კერძოდ ხელით გადაითვლება თითეული ბიულეტენი. ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის ასარჩევად არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცესი ზუსტად 7 საათზე დასრულდება. ეს ნინი მაისურაძე იყო. დეზინფორმაცია ლაშა ღლონტის ირგვლივ. ერთ-ერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თითქოს ამერიკაში მომღრელის კონცერტი ჩაშალეს, სიცრუეს უწოდებს თავად ლაშა ღლონტი. როგორც მან ქრონიკასთან კომენტარში აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 3 კვირის წინ 2 კონცერტი გამართა, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა.
დაგეგმილი კონცერტი, დიდი კონცერტი, რომელიც იყო ერთ-ერთ დაწესებულებაში, სრული ანშლაგით ჩატარდა, sold out-ით და მეორე დაწესებულებაში, სადაც დაიგეგმა და მცირე აუდიტორია ეტეოდა იმ დარბაზში, დაახლოებით 30-35 კაცი, იქაც სავსე იყო დარბაზი. ორივე კონცერტი ჩატარდა ნორმალურად, ძალიან კმაყოფილებით წავიდნენ ადამიანები სახლში. და ორი კვირის მერე და თუ 20 დღის მერე არ ვიცი რომ ჩამოვედი ამერიკიდან, გავრცელდა ეს დეზინფორმაცია. არ ვიცი რატომ და არ ვიცი რის გამო. როგორი ფორმით უნდა გაიმართოს აქციები დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჩინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას და სავალდებულო მითითებას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით შეკრება უნდა იყოს მსვლელობის გარეშე. მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარე სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება. შეკრება უნდა ჩატარდეს 19-დან ღამის 12 საათამდე. მონაწილეებმა შეკრებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნა საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის საავტორო უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი დასრულდა. 65 მსმენელს ერთი თვის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები ჰქონდა უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებთან. მონაწილეებმა შეისწავლეს კომუნიკაციის ფსიქოლოგია, გაიარეს სიმულაციური სწავლებები, საფრთხის-შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირების, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უსაფრთხოდ გამოყენების წესები. სასწავლო პროგრამის ეფექტიანობის მიზნით პირველად გამოიყენეს მოდელირების ფორმატი, რომლის ფარგლებშიც მსმენელებმა სავარჯიშოების მეშვეობით წარმოაჩინეს და განამტკიცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. სასწავლო პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე სიმულაციურ კომპონენტებს. ამ კურსის ფარგლებში პირველად იქნა გამოყენებული მოდერნირების ფორმატი და მსმენელებმა სათანადო სავარჯიშოების მეშვეობით განიმტკიცეს თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა. პროგრამამ სრულად გაამართლა ჩემი მოლოდინები და ვფიქრობ, რომ რიგ შემთხვევაში გადააჭარბა კიდეც. კურსის განმავლობაში ნათლად გამოჩნდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელობა როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ კონტექსტში. მადლიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ყოფილიყავი ამ კურსის ნაწილი. მსმენელებს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სიღრმისეულად გავცნობოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურას, ანატომიას, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. უღრმესი მადლობა მინდა გადავხადო ამ შესაძლებლობისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სასწავლო ცენტრს და მის ადმინისტრაციას. უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო პოლიციამ და 6 ადამიანი დააკავა. თბილისსა და რამდენიმე რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების პირადი ავტომობილების, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის პისტოლეტები, მჭიდები და ვაზნები. დანაშაული 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნაძალადავის რაიონის გამგეობამ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში საზოგადოებას წარუდგინა. განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის 38 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მოწესრიგ და გზების ანიაღურე ქსელი მოეწყო გრუნტის დამჭერი კედელი, კორპუსებში შეიცვალა სახურავები, შეკეთდა ლიფტი, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაცია. მოწესრიგ და სკვერები და საჯარო სკოლები. გამგებლის ირაკლი ანდღულაძის ინფორმაციით 18,000-მდე ბენეფიციარი დაფინანსდა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ნაძალადევის რაიონში, რასაკვირველია ისევ და ისევ გამოწვევად რჩება ინფრასტრუქტურული მიმართულება, სოციალური მიმართულება, ძალიან საინტერესო წელიწადი იყო. ასევე ჩვენ წარუდგინეთ 2026 წლის დაგეგმილი პროექტები, მომავალი წელი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების წელი გვექნება. წლის საანგარიშო ღონისძიება გამართა თბილისის მუნიციპალური სერვისის 60+ კლუბმა ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის, რომელიც უფროსი თაობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერასა და სოციალური ჩართულობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მოეწყო კლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა, გაიმართა კონცერტი და კლუბის წევრებს სიგელები გადაეცათ. კლუბის წევრებისთვის ყოველდღიურად ტარდება ფიზიკური ვარჯიშები, ხატვის, სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილები, მასტერკლასები და სხვა შემოქმედებითი აქტივობები. აქტიური სოციალიზაცია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მონაწილეთა ფსიქიკურ კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ის თბილისის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების პროექტია. მომავალი წლიდან გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით კლუბი დაიწყებს თაობათა შორის საგანმანათლებლო პროექტს, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეები მოხალისეობრივად კლუბის წევრებს ინგლისურ ენაში ასწავლიან. 3 წელია ფუნქციონირებს კლუბი 60+, რომლის მიზანი იყო უფროსი თაობის ჩართულობის ხელშეწყობა, როგორც მათთვის საინტერესო პროგრამებში, ასევე მათ სოციალიზაციის ხელშეწყობა.
ასობით ბენეფიციარმა გაიარა ეს პროგრამა, დავიწყეთ ერთი კლუბით და უკვე სულ მალე მესამე კლუბის ლოკაცია იხსნება. ძალიან აქტიური კლუბია და მომავალშიც აქტიურად დაუჭერთ ჩვენ მხარს. ვიგრძენი თავი, რომ მე ისევ საზოგადოების წევრი ვარ და მიხარია ის ყველაფერი, რაც ჩვენს კლუბში ხდება. შეიცვალა ის მიუხედავად იმისა, რომ მე აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ, ხატა, ვარჯიშობ, კლუბმა თავისი სიტყვა შემოიტანა ჩემ ცხოვრებაში. ყოველი დღე იქ მისვლა მიხარია, გაგვიჩნდა ძალიან ბევრი საინტერესო მეგობარი. დაუწყოთ ის ახალი ამბები, ილონ მასკი არასამთავრობო ორგანიზაციების თაღლითური გზის დაფინანსებაზე საუბრობს. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველგვარი მიზნობრიობის გარეშე იქმნებოდა და სახელმწიფოსგან მილიარდობით დოლარით ფინანსდებოდა, რაც არნახული თაღლითობაა. ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი პირი იღებს $1.9 მილიარდ თავის არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომელიც შეიქმნა ყოველგვარი მიზნობრიობის გარეშე. ეს ისტორია NGO-ებზე არის კოშმარი. მათ არასწორი სახელი ჰქვიათ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ხართ. ეს არის დიდი თაღლითობა, რაც კი ოდესმე მომხდარა. ეს არაკანონიერია. Deep State-ი ცდილობს შეერთებული შტატები რუსეთთან ომში ჩაითრიოს, ამის შესახებ ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა განაცხადა. ტულსი გაბარდის თქმით, Deep State-ი შიშსა და ისტორიას თესავს იმის მისაღწევად, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდეს და დონალდ ტრამპის ძალისხმევა ჩაშალოს. ისინი თესავენ შიშსა და ისტორიას იმისათვის, რომ ომის გაგრძელება გაამართლონ და პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა ჩაშალონ. მათი მიზანია შეერთებული შტატები რუსეთთან კონფლიქტში ჩაითრიონ და საბოლოო ჯამში ეს ევროკავშირსა და ნატოსაც სურს. ყოველ ჯერზე, როცა პროგრესი მიიღწევა და ჩნდება მშვიდობის დამყარების იმედი, Deep State-ის მილიტარისტები აქტიურდებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამას ხელი შეუშალონ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ბელგიელ კოლეგას გმირი უწოდა. ქალაქ სეგედში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მარტ დე ვებერმა ბრიუსელის სამნიტზე ევროპელი ლიდერების მხრიდან არნახულ ზეწოლას გაუძლო და მათ რუსული გაყინული აქტივების გამოყენების უფლება არ მისცა. უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის გადარჩენის ამ მეტად მნიშვნელოვან ოპერაციაში წამყვანულს ბელგიის პრემიერ-მინისტრი თამაშობს. ის გმირულად იბრძოდა, რაც ჩემი თვალით ნახე. მასზე არნახული ზეწოლა ხორციელდებოდა, მაგრამ გმირულად იდგა, რომ არა მისი გმირობა, დღეს სერიოზული პრობლემები გვექნებოდა. რუსული აქტივების მიტაცებით ევროპა რუსეთს ფაქტიურად ომს გამოუცხადებდა. რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მათი სამიზნე იზიუმის დასახლებული რაიონი გახდა. ოკუპანტთა თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი დაშავდა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. მაიამიში შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. რუსულ მხარეს მოლაპარაკებებზე პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი, ამერიკულ მხარეს კი ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სიძე ჯარედ კუშნერი წარმოადგენდნენ. დმიტრიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები კონსტრუქციულად მიმდინარეობს და დღესაც გაგრძელდება. დისკუსიები კონსტრუქციულად მიმდინარეობს, მოლაპარაკებები დღეს დაიწყო და ხვალაც გაგრძელდება. უკრაინის ტერიტორიული კომპრომისი შეიძლება ფრონტის ხაზზე შეჩერება იყოს, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს ონლაინ ჩართვისას განუცხადა. მისივე თქმით, სამართლიანი იქნება რუსები დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩნენ. უკრაინელები კი იმ ტერიტორიაზე დარჩებიან, რომელსაც აკონტროლებენ. ტერიტორიების დაბრუნებას ზელენსკის თქმით, უკრაინა დიპლომატიური გზით შეეცდება. ისრაელი ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება. NBC News-ის ინფორმაციით, ისრაელი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ირანი ურანის გამდიდრების ობიექტების აღდგენას იწყებს. განსაკუთრებულ საფრთხედ განეხილება ირანის სარაკეტო პოტენციალის სწრაფი ზრდა და საჰაერო თავდაცვის სისტემების აღდგენა. დასავლური სადაზვერვო წყაროების შეფასებით, თეირანს თვეში 3000-მდე რაკეტის წარმოება შეუძლია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის როგორც ისრაელს, ისე რეგიონს. წყაროების ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ დეკემბრის ბოლოს ფლორიდაში დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს, სადაც ირანის წინააღმდეგ სამხედრო სცენარები განიხილება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეეცდება დაარწმუნოს ტრამპი, რომ ირანის შეკავებისთვის დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო. ეს ბოლო ინფორმაცია იყო ამ დროისთვის. ქრონიკა ეთერში 14 საათზე დაბრუნდება. დროებით.